მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები, უსაყვარლესებო. აი ახლა შემოვედი უცებ რატო იცით? ხა მუშაობდი როგორც ყოველთვის და ხალხთან და ძალიან ჩქარა მითხრა სამყაროს რაღაცის გადმოცემა უნდა და ვნახოთ აბა რა ხდება. აბა რისი გადმოცემა უნდა მაღალ ძალებს თქვენთვის, ხო? მოდი ესე დავიწყებ, მოდით დავიწყებ. აი ჩქარობს, ნახეთ, ჩემი სპილოები დაინგრა, დაილეცა. ესე იგი, თქვენ ახალი ნაბიჯს გადმოვარდა უცებ და გეტყვით. ახალი ნაბიჯები გელოდებათ, გადადგმული გაქვთ, ან აპირებთ გადადგმას, გადაადგილება, მოგზაურობა, შეიძლება მოკლევადიანი მოგზაურობა, ესეც ვინმეს გაქვთ ეს გეგმაში მიხვდით, ხო? და ვნახოთ აბა ეს მოგზაურობა, ესე იგი, რამდენად გამოგივათ. თუ იქნება ხელი შემშლელი სიტუაცია, თუ არ იქნება, აბა რისი გადმოცემა უნდა. ესე იგი, მოგზაურობა, ახალი მეგობრები, შეიძლება ბინის შეცვლა, შეიძლება ერთ ქვეყანაში, სხვადასხვა ქალაქში გადახვიდეთ, არც ამას არ გამოვრიცხავ, მიხვდით, ხო? მეგობარს გაიჩენთ, აი ერთგულ მეგობარს, მყარად დადგებით ფეხზე, ეს წინააღმდეგობები აღარ გექნებათ, ცა მოწმენდილი გაქვთ, გასაღები გიჭირავთ ხელში, ახალ სიტუაციებში შედიხართ და ეს რა არის, იცით, ეხლა ეს რომ გადმოვარდა, ხო, როცა ვტუსავდი, ეს მაღალძალებს იმის თქმა უნდათ, რომ თუ ამას აპირებთ და დააყოვნეთ, ხო, და რაღაც გაგეწელათ ეს სიტუაცია, ხო, მოდით ფეხების წმენდა გაიკეთეთ, გზების გაწმენდა, ჩემი რიტუალები და ეგრევე გადადით, ანუ აღარ დააყოვნოთ. აი ეს ნიშნავს ზუსტად, რომ ესე იგი თქვენ შვილებსაც უშლის ხელს კავშირში. ეს ნიშნავს, რომ აი რაც მე ვთქვი, აღარ დააყოვნოთ მეთქი. უნდა სასწრაფოდ თქვენ უკვე წასული უნდა იყოთ მაგ ადგილიდან. აი ვისაც ეს სიტუაცია აქვს, გადაატკი, აი უყურეთ, აჰა. უკვე დიდი ხნის წასული, გამოსული უნდა იყოთ მაგ სიტუაციიდან, იმიტომ რომ აქ ყოველ დღე რაღაცეებს მაიმუნობენ ეს თქვენი მტრები რო იცოდეთ. აი უნდა გამოხუროთ, აი ეს კარები, უყურეთ. სადაც ესე იგი უსიამოვნო სიტუაციები გაქვთ, ოჯახში არ ახართ კარგად, ცუდი მეზობლების გარშემო იმყოფებით, მიხვდით, ხო? აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ მაგენდან და სასწრაფოდ უნდა გადადგათ. თქვენ უკვე გამოსული უნდა იყოთ. ნახეთ, აი რეები ხდება, ბრახ, ესე იგი, აი ამას გეუბნებათ, ესე იგი, მაღალი ძალები. ნახოთ აბა კიდე რისი გადმოცემა უნდათ ჩემი გამომწერებისთვის. ნახოთ აბა. აუცილებლად ვირხოვნაია ჟრიცა დაჭდა. ესე იგი, ეს აბა რას კიდე მაღალი, უყურეთ, ესე იგი, თვითონ სამს ჯავრო გელაპარაკებათ, მაღალი არქანები, ღმერთო ჩემო, ორიანი კვერთხები, კი, ნამდვილად უნდა გადადგათ ეს ორიანი ხმლები, რასაც გიშლით, ხო, ხელს, შეგნებულად გკეტავენ, მიხვდით? თქვენ ამას ხვდებით კიდეც ბევრნი, იმიტომ რომ აქ იცით როგორ არის, თქვენ ყველანაირად გეხმარებათ, ესე იგი, სამყარო ძალას გაძლევთ, გააქვთ ეს ძალები, რომ ესე იგი, გახვიდეთ, გადაადგილდეთ და რატო ჩერდებით, რა გაჩერებთ, ესა იცით რა არის, იზოლაციაში გამყოფებენ, ხო გეუბნებით, გარშემო მყოფი ხალხი, რომ არ გამოხვიდეთ აი ამ კარებიდან, რომ არ და ვერ გამოხვიდეთ, მარტო მაღაზიაში ჩახვიდე, ამოხვიდე, სამსახურში მიხვიდე, მოხვიდე, მაგრამ არ ქსიამოვნებს ადამიანს შეიძლება. აქ ისეთი სიტუაციაა ახლა, რომ არ არის კარგი სიტუაცია და გეუბნებათ, რომ აი ეს ფეხი გაიწმინდეთ, ტყუილ არ გითხარით, ფეხის რიტუალი ჩაიტარეთ, ჩემი და გზების გახსნის რიტუალი. და აუცილებლად გადადგავთ ნაბიჯს, გამოხვალთ. აი თითქოს რა არის, იცით, გადაადგილება, მოგზაურობა,
სხვა ქვეყანა, სხვა ქალაქი, თუნდაც მოკლევადიანი, არამოკლევადიანი, მაგრამ გასაღები უკვე გიჭირავთ ხელში. თქვენც ესე გრძნობა ბევრს თქვენთაგანს, რომ ერთი სული გაქვთ, რახან გადმოვარ და დავდებ. ნახეთ, ძალები თქვენს გვერდითაა, სამყარო გელაპარაკებათ, აი უყურეთ, რატო დამაჩქარებინა. ჩქარა ადექი ნინია და გაშალე ხალხისთვის, რომ ეს ვისაც ესაჭიროება, უნდა გაიგოს. ნახეთ, ხალხო, რეები ხდება, ერთი მაღალი, ორი მაღალი, სამი მაღალი, 4 მაღალი, 5 მაღალი არქანი დაჯდა. უყურეთ თქვენ რეები ხდება. სამყარო არის ჩემსა და თქვენს გვერდით. აბა კიდე რისი გადმოცემა უნდა მაღალ ძალებს. ვაიმე ღმერთო, მე-6 მაღალი არქანი. თქვენ რეებს ამბობთ. ნახეთ ხალხო, რამხელა მე-7. აი უყურეთ რა, აღარ მინდა ეს გავაფუჭო. უყურეთ, ნახეთ, ბავშვებთან ურთიერთობა, თანამშრომლები, აუცილებლად უნდა შეცვალოთ, მამაკაცებო თქვენც, ან თქვენი მამაკაცები. აი ნახეთ, ეს ყველაფერი, რაც არ უნდა გააკეთოთ, თქვენ უკვე დააგვიანეთ, უყურეთ, აი ხელში აღარ მეტევა სიხარულისგან, იმდენი მაღალი არქანია. დააგვიანეთ უკვე, აი ეს პროცესი, სამსახურია თუ სახლია თუ რაც ჩამოვთვალე, მიხვდით ხო? დააგვიანეთ. აი ამ ყველაფერს ჩქარა უკვე გუშინ უნდა გაგეკეთებინათ, გადაათამაშეთ თქვენს თავზე, გამოდით აი ამ სიტუაციიდან, აქ ხართ ძალით, თქვენ ძალით. ესე გეჩვი იპოვით სამსახური, გეშინიათ, ნახეთ, სამყარო როგორ გელაპარაკებათ, ხოი ზეცავ, მადლობა, აი შოქში ვარ რა, მე ხა ძალიან ასე ვთქვათ, ახლოს ვარ მაღალ ძალებთან, მაგრამ ნახეთ, როგორ პირდაპირ გაგვცა, ნახეთ, პასუხი 1 2 3 4 5 6 რეებს ლაპარაკობთ, მე-7 არქანი. აი ამას ყველაფერს უნდა დაუკეტოთ, აი ეს კარები, ნუ გეშინიათ სამსახური გინდათ, გეშეკწევთ ის ძალები, ესე იგი რომ იპოვოთ, დანებება გინდათ და ვერ ბედავთ, დაანებეთ, თავი ეგრევე იპოვით. ნახეთ, ახალ თუნდაც თქვენი შვილებისთვის, თუნდაც თქვენი შვილიშვილებისთვის, თუნდაც ვინც ასწავლის, ვინც მასწავლებელია, შეიძლება სკოლა შეიცვალოთ. ნუ გეშინიათო, გეუნებათ, ნუ გეშინიათ ფეხი უკვე აქედან გამოსული ხართ, ნახეთ, გამოსული ხართ აქედან და თქვენ თავს მიეხმარეთ, ნახეთ, რამხელა ძალაში ხართ, ნახეთ, ეს ტოტამური ცხოველი თვითონ ესეც სამყაროს ცხოველია. დაუხურეთ აი ამ ყველაფერს წარსულს. უკვე უნდა გამოხვიდეთ, უკვე, ნახეთ, აი შოქში ვარ სიხარულისგან, როგორ გველაპარაკება, ნახეთ, მაღალი ძალები. აი უყურეთ რა. უყურეთ, ფაქტის სახეზია და გარდასახვა გელოდებათ, მეგობრებო, გარდასახვა და ახალ კარებებს შეაღებთ, მიხვდით? ახალ კარებებს შეაღებთ, კარგით. მოდი ახლა ვნახოთ, აბა აი მტრებს რა მოუვა, ესეც ამასაც მეუნებიან, რომ უნდა იცოდეთ, აბა რაღაცა იკბინებიან, ხო, ბუზები. და აბა ვნახოთ, ნუ ხო, მტრებს რა, ესე იგი, რაზეც მუშაობენ, რომ თქვენ ბალანსი დაგირღვიოთ, ხო? ცადა დედამიწა გაგიერთიანონ დღე და ღამე, რომ არ დაგაძინონ და თქვენზე მუშაობენ, ხო? მუშაობენ და ისა. აი ეს თვითონ ეს ყველაფერი, ფულის დაკარგვა, ტვინის არევა, ფეხის არევა, გზების არევა, ხო? აი ეს თვითონ ექნებათ, უღალატებენ, გამოაგდებენ, კლიენტურა აღარ ეყოლებათ, ვიღაცა გაუხდებათ ცუდად ისე დაიჯებიან, რომელიც ადამიანიც მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიხვდით ხო? და ვერ გამოვა ამ სიტუაციიდან. კი, აი რაღაცას დათმობენ, ესე იგი კონტრაქტი აქვს მტრებს, ნახე, კონტრაქტი აქვს დადებული, ეს ახალი კიდე, ეს არის ეხა გეტყვით, წინა სავსე მთვარეზეა დადებული კონტრაქტი, ფინანსებია გადახდილი, მუშაობა მიმდინარეობს და პეჩატი აქვს დადებული აი ამ თავის ნამუშევარზე და ეხლა ეს ყველაფერი ხო? აბა ბუმერანგი, აი ნახეთ, სუს ყველა კარტი სწორი მაქვს, ეს უკან ამოუბრუნდა, ესე იგი რა ამოუბრუნდა ბუმერანგი? ოპ, ცხრიანი.
ცხრიანი მონეტები, ესე იგი სამიანი მონეტები, ცხრიანი მონეტები, ეს არის რომ ესე იგი ახალი კლიენტურა წაგართვათ, კრადნიკები გაგიკეთათ, გიკეთებენ და თვითონ გადაიზიდეს სასიცოცხლო ჩაკრას, სილამაზის ჩაკრა, მე მაქვს მანდ რიტუალი, ვიყოთ მომხიბვლელები, გაახალგაზრდავება, უყურეთ, აუცილებლად უყურეთ, წონის დასაკლებიც მაქვს, რატომაც ესეც მომაწოდეს, ტყობა გჭირდებათ და ვერ პოულობთ. ამოსქროლეთ რიტუალები და უყურებთ. აი ამ წუთასაც მუშაობენ, მიხვდით ხო თქვენ? გაიწმინდეთ ჩაკრები, სასიცოცხლო მესამე ჩაკრაც გაიწმინდეთ, ანახატა გულის ჩაკრა გაიწმინდეთ და ეს ფულები რაც ადვილად შემოუვიდა, ეს ახალი გადახდილია კიდე ამ სავსე მთვარეზე. უყურეთ ამას, აი ესე დაუჯდა. ამოუბრუნდება აი ეს ყველაფერი, ამოუბრუნდება, ნახეთ, ამოუბრუნდება. კიდე ნახეთ, აი კიდე უკვე ეს მე სწორედ დავდევი და რაშია საქმე ყველა ჩემ ხელში როგორ აირია, ნუ მე არაფერი არ მიკვირს, მაგრამ ნახეთ ისევ ამოყირავებული 4-იანი კვერთხები, 9-იანი პენტაკლებიც ამოყირავებულია, მიხვდით ხო? ოჯახში ეს არ გამოვრიცხავ, რომ თქვენი ოჯახის წევრები არიან. ან ოჯახში შემოსულები დიდი ხნით რო იცნობთ, ოჯახის წევრებად რომ მიგაჩნიათ და თქვენი მეზობლებიც არიან, არ გამოვრიცხავ მე. ესე იგი, დღეც და ღამეც მუშაობენ, შრომობენ, რომ რატო იცი უყურეთ, უნდათ რომ გაგაძევონ მაგ ადგილიდან. ეს არის გაძევება. უნდათ რომ გაგაძევონ მაგ ადგილიდან, იცით? ანუ დარტყმა გაქვთ, ესე ბლოკადაში ხართ, მიხვდით ხო? ორივე მხრიდან გაქვთ ესა იზოლაცია, ხო? აბა ვნახოთ კიდე რა ბუმერანგს მიიღებს ჩვენი ტრები. ნაუ ძალიან მალე მიიღებს და უსასრულოდ. აი, იცით როგორ რუიანივით დაიხლართება, აი ჭიაყელასავით, როგორც აი ვერ გამოძვრება და ძალიან მალე კი ბიჭია ვიღაცა ბიჭს კიდე ფინანსებზე დაარტყავს. აი თქვენ უყურეთ, ნახეთ რომ ესეც უკუღმა ამოვიდა, ეხლა მე გავასწორე, აი ეს ჯეკპოტი, ხო გითხარით, ფულია გადახდილი. აქ არის წყვილს და წყვილებს შორის არის შეიძლება დედაშვილი, შეიძლება წყვილები, შეიძლება ცოლ-ქმარი. აქ არის ფული გადახდილი აქედან, რომ თქვენზე ესე იგი ფეხები, ხელები ბორკილები დაგადონ და ჯაჭვები დაგადონ ფეხებზე. აი ეს ყველაფერი უკან უბრუნდებათ, დაკარგავენ აი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ამობრუნებული ამოვიდა ეს ტაროც და უყურეთ, უსწრაფესად, უსასრულოდ თქვენ ტარორითი დაიწყო წეღან 0-დან ახალი იმით, ხო? განულდება აი ამათი საქმე და აი ეს ყველაფერი რაც თქვენ წაგართვეს, აქ არის სუფინანსები, უყურეთ. 1, 2, 3, 4, 5 სუფინანსებია, 6, ნახეთ, სუფინანსებზე აქ ძალიან დიდ დარტყმაში იქნებიან, აი ძალიან მალე და აი აჰა კიდე ფინანსები. აი ნახეთ. ანუ რაც გონიათ რომ მივიდნენ იმ ეტაპზე რომ თითქოს გამოუვიდათ თქვენზე ნადირობა, დიდი ხანია რომ შრომობენ, მამაკაცი შრომობს ახალგაზრდა, აი იმაზე დაარტყავენ, მიხვდით ხო? აი იმაზე დაარტყავენ. ძალიან კარგი. ეხლა რა დარიგება უნდა მიიღოთ სამყაროსგან, აბა ვნახოთ სამყაროსგან თქვენ ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, გამოიწერეთ არხი, სტუმრებო, ისე არ რეზონირდება, რიტუალებს უყურეთ, გამოისწორეთ ცხოვრება, არ ინანებთ, ნუ 6-იანი კვერთხები, უკვე წადით, უკვე ხო გითხარით, უკვე უნდა წასული იყოთ, აი თქვენ თავზე მოირგეთ ყველა მგოგვებო ბიჭებო, თქვენ უკვე გამოსული უნდა იყოთ ამ სიტუაციიდან, მოგისმენენ იმ ახალ სიტუაციაში, იმ ახალ იმას მოძებნით, ახალ ხალხში გაერევით, ახალ სამსახურს თქვენი მამაკაცი, თქვენი შვილი, ვისაც წლოვანება მას გაძლევთ საშუალებას, რომ შვილი ყავდეთ, ხო? აი ხალხი მოგისმენთ, გაიმარჯვებთ, ეს არის გამარჯვება, თქვენი გამარჯვებაა პირადი. შეიძლება ჯანმრთელობაში გაიმარჯვოთ, აი გამოჯანმრთელდეთ, შეიძლება ფულში, შეიძლება საბუთებში, ხალხში, ახალ თანამშრომლებში. ანუ თქვენ ხმას უკვე ძალა ექნება, მიხვდით ხო? ძალა ექნება დამაჯერებელი ტონი თუნდაც მიხვდით ხო? ყელის ჩაკრაც გაიწმინდეთ. ხო, კარგი, აბა და აქ კიდე აქ რას გვეტყვიან, აბა კიდე მეორე დარიგება. ეს სამყაროსგან, ეხა ანგელოზებისგან ვნახოთ. ფორტუნა რას გვეტყვის? ფორტუნა.
უყურეთ, თასების მამაკაცი. ანგელოზები გეუბნებიან, რომ მამაკაცებო, თქვენ ანუ დიდხანს ნუ ფიქრობთ, დიდხანს ნუ ზიხართ, თორემ თქვენს გარდა გადადგავს ნაბიჯს და სხვა გააკეთებს, მიხვდით ხო? აი ესეთი თემა ამოვიდა. კი, კარგია, რომ ეს თბილი ხართ, კარგი მოსაუბრე ხართ, კარგი ისა ხართ, მაგრამ ადექით გაინძერით, აქ თქვი მე, უკვე დროა, უნდა გადადგათ ნაბიჯი. მარტო კრესლოში ჯდომა არაფერს არ მოგიტანთ, მიხვდით ხო? და მარტო სულად გრძნობთ თავს, იმიტომ რომ რაღაცა გაფრკოლებთ, რა გაფრკოლებთ, სიახლე გაფრკოლებთ, მიხვდით ხო? და ეს თასები უკვე ფიალა აივსო და უნდა ადგეთ, ეს ანგელოზები გეუბნებიან, ნუ გეშინიათ, ჩვენ თავზე გადგევართ. ასევე თქვენ მამაკაცებს გოგოებო, ესე იგი ეს რა არის, იცით, დარიგება, შეიძლება ახალი გაცნობილი ყავთ ვინმე, ან ახალი ადამიანი შემოვიდა ოჯახში, მიხვდით ხო? აი ამას ცოტა დააკვირდით, არიჩქაროთ რაღაცა, ან ფულადი ჩადება, ან აი რაღაცა, ანუ ცუდი ადამიანი არ მოდის, კარგი ადამიანი შეგხვდებათ, მაგრამ არიჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება, მიმხედრი მიხვდება, ვისაც ეს სიტუაცია აქვს, მიხვდით ხო? გაიცანით ჯერ კარგად, თუნდაც მეორე ნახევარი იყოს თქვენი, გაიცანით, ანუ ეს ახალ სიახლეზე ვლაპარაკობ. გაიცანით კარგად, თუნდაც თანამშრომელი, თუნდაც ეს, თუნდაც მეზობელი და მერე ჩამოართვით ხელი, ანუ რაზე, მერე განაგრძეთ აი ის თემა, რაც თქვენ გინდათ, გსურთ, მიხვდით ხო? აი ესე ჩემო კარგებო. მოკლედ თქვენთან იყო ნინია, აი ესე სწრაფად მაღალმა ძალებმა შემომიყვანა და გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და არ გემშვიდობებით მიყვარხართ მომავალ შეხვედრამდე. აი ჩემი ხელი ჩანს.